მოგზაურობის დროა, ოღონდ საქართველოში. სანამ ჩემში ყველაფერი გაიყინებოდა, ერთ ჩვეულებრივ დილას ყავას ვამდი და TikTok-ს სკროლავდი. შემხვდა ერთი ვიდეო. ექიმებმა შეაჭრეს. რატო შეაჭრეს ექიმებმა დედიკოს? იმიტომ რომ ავათარეს. და შეგინდა რომ ისო გრძელით მაქონდეს დედიკოს? კი. სხვა ბავშვები დედები როგორც არიან, ისე უნდა იყოს ჩემი დედიკო. ბავშვებს ეთამაშებიან დედიკოები. შენი დედიკო ვერ გეთამაშება. რატომ ვერ გეთამაშება? იმიტომ რომ ავათარი. მერე მეორე ვიდეო. ჩემო ლამაზო, დღეს რა ჭამე? არაფერი არ გიჭამია. სახში საჭმელი არის? ხშია ახლა. რას შეჭამდი? მაწყესებს. ნე შეიძლება შიერი დავიძინო, მაგრამ ურაღაცა არის, ამას ვაწევ და ნე შიერი უდავიძინო. ეს მიცენიაო, ამან ჭამო და შიერი არ დაიძინო. ვერ ყიდულო, ფული არ არის, თახა არ არისო, უყიდო. რასაც გვერდი ვერ ავუარე. დავიწყე მოძიება იმ კომპანიების, რომლებიც ამ ინიციატივის განხორციელებაში დამეხმარებოდნენ. დავრეკე ერთში, მერე მეორეში და ძალიან ბევრი ზარის განხორციელების შემდეგ შევკრიბე ის 6 კომპანია, რომლებმაც გადაწყვიტეს ბავშვებისთვის საჩუქარი გაეკეთებინათ. პირველი ეს არის TenToys, სადაც სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი დამხვდა ყველა ასაკის გოგოსა და ბიჭისთვის. სხვათა შორის ბიუჯეტურ ფასად. რადგან ჩემი მიზანია გავახარო 5 წლის ლაზარე, 7 წლის გენადი და 7 წლის მარიამი, მივადექი პოლისეის ბრენდის სათამაშოებს და ესეც ჩემი მიერ შერჩეული სათამაშოები. წამოსვლამდე კი სანტას წერილი დავუწერე, რომ მინდა ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს და დოლურაში ჩავაგდე. 30 დეკემბერს კი TenToys 9 ადამიანის წერილს საჩუქრით უპასუხებს. მეორე კომპანია, რომელიც გვერდში დამიდგა, არის Nova, სადაც შევარჩიე ყველა საჭირო პროდუქტი. მაგალითად, ტოსტერი, წყლის მადუღარა, პატარა თოვლის ბაბუები, კაცბობა და ასე შემდეგ. მესამე ეს არის ავერსი, რომელმაც ბავშვებისთვის სასაჩუქრე ნაკრებები გამოყო. შემდეგ უკვე ჩემი მცირედი საჩუქარი, რაც არის ტკბილეული, სასუსნავები, ყოველთვის საჭირო პროდუქტები. ჩავლაგდით და გზად მივადექით მეოთხეს, Dunkin-ს. აი, ამდენი დონატები გამოგვიყვეს და ძალიან მიხარია. მინდა რომ უღმეს მადლობა გადავუხადო Dunkin-ს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ ფერადი ტკბილეული. სანამ დავიძრებით, პირველ რიგში მინდა რომ უღმეს მადლობა გადავუხადო იმ კომპანიებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ, აი ასეთი კარგი ინიციატივისთვის, ანუ რომ მიდგან ამ გვერდში და ერთად ვაკეთებთ ამ პროექტს და ეს კომპანიები არიან ავერსი, TenToys-ი, Dunkin Donuts-ი და Nova. უღმესი მადლობა და თუ სხვებსაც გექნებათ მსგავსი ტიპის კამპანიებში ჩართულობის სურვილი, აუცილებლად შეგვეხმიანეთ. ახლა კი დროა რომ დავიძრათ, იმიტომ რომ ბავშვები გოულდებიან. ჯერ მივდივართ ხაშურში, ნავიპოვოთ ლაზარე და გენადი. მათი საკონტაქტო ნომერი არ მაქვს, უბრალოდ მე TikTok-ზე რა ვიდეოც ვნახე. კომენტარებში, როცა ჩავუჯექი კომენტარებს, იდეაში ერთ პიროვნებას ეწერა, რომ ეს ბავშვები არიან მისი ნათესავებიდან, მას შევეხმიანე. და მითხრა, რომ გიგა მიქელაძე უნდა ვიკითხო, იქო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვიპოვო, იმიტომ რომ მხოლოდ სოფლის სახელი ვიცი და არ ვიცი არც სახლის მისამართს და არაფერი და ნახოთ რა იქნება. არის კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც ჯერჯერობით არც ბავშვებმა იციან და არც მშობლებმა. ერთი სიტყვით, თრეველისტას დამსახურებით მე ეს ბავშვები უნდა წამოვიყვანო თბილისში და მოვწყო ძალიან მაგარი ტური. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თრეველისტა უზრუნველყოფს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი კარგი საყვარელი ინიციატივისთვის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, თბილისში შემეძლება ბავშვების ძალიან მაგარი გახარება და ძალიან მრავალფეროვანი და ფერადი დღეების ჩუქება. გავაჩერეთ, ჩვენც მოგშივდა და სად გავაჩერეთ და სად შეჭამდეთ თუ არა Subway-ში. სავარაუდოდ შევჭამთ Subbox-ის სენდვიჩებს და დამატებით რაღაცებსაც ავიღებთ. გემრიელად მივერთმევთ და გავაგზავნებთ გზას. წავედით. ვაიმე ამას უყურე, როგორ ძინავს. მაგრამ დედამისი არ გამორჩა, შემჭამოს. ძაღლებსაც ხო არ ვაჭამოთ და მოვა ვნახოთ თუ იქნება ძაღლის საჭმელი ბარემ. აქ არის აწასულად. ახლა უნდა ვაჭამო ამას და მერე ჩვენ შევჭამთ. ნახე რა მოგიტანე. ნახე რა მოგიტანე. ეგ არის.
წავედით, ახლა ჩვენ ჯერია. ადგილზე მირჩევნია შეკვეთან ბარემ და აგერ არის ჩვენი საბოქსები, ანუ სამი სხვადასხვა სენდვიჩებია შევინეთ. შევთანხმდებით ახლა და რომელიმე სავიღეთ რა. რომელი გიდათ? ესე იცის ხოლმე რა, შეყოლა. მოვიდა ჩვენი საბოქსის და დამატებით პლუს ერთი სენდვიჩი, ეს არის დორიტოსი, იმიტომ რომ აშკარად ორივეს დორიტოსი მოუნდა და აქ შევინთ ერთი დორიტოსია. აქ არის სამი კოლა. ეს არის დორიტოსის ყვითელი ჩიპსი, ეს არის waffle fries-ი, guacamole, ცხარე ჩიპოტლე, უბრალოდ ჩიპოტლე, ეს არის ლორი, ეს არის დორიტოსი და ესეც არის ქათმის სტრიფსები. დავიწყეთ ჭამა. გაჩიო, გეყოფა. ეს ისე ჩართულია? გამორჩენ. გამოვედით და ეხლა რო არ დავიძრათ, აღარ გამოდის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო წავიდა პატარ-პატარა საქმეებში. თან შავი პარასკევიც დღეს და გვემთხვა, საცობებით დღეს და გვემთხვა. ძალიან ბევრი რამ და გვემთხვა დღეს და წესით ამ დროს უკვე უკან უნდა ბრუნდებოდეთ, მაგრამ ჯერ არც კი მივსვლართ პირველ ბავშვთან. თან პირველი ბავშვი მოსანახი ყავს. არ ვიცი ზუსტი ლოკაცია. და დაახლოებით 9 საათი ჭამაში დავხარჯეთ. წავედით. გამარჯობა. სოფელი ნაბახტევი ეს არის? მოკლედ ლაზარეს ვეძებ და გენადის. გეცოდინებათ, პატარა ბავშვები არიან. კი, ზემოთ ცხოვრობენ. ანუ როგორ გითხრათ, ზემოთ ახლა რო ახლა. პირდაპირ წადით. ხო. იქაც იქნება ბიჟა და ჭირს მიგაცა. ანუ ნახეთ ახლა აქ არის ასახვევი, მაღლა აქ ამოხვიოთ? ცოტა ზემოთ არა, პირდაპირ უნდა წახვიდეთ. კარგით, მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ ამასობაში რუკაც არ გვიჩვენებს უკვე სწორ გზას რეალურად და ეს ქალები გვეუბნებიან რომ წინ გზას უნდა გავყვეთ და იქ ეკლესიასთან იქნებიანო და ნახოთ ალბათ თუ მივაგნებთ. შემთხვევით ხო არ იცნობთ ლაზარეს და გენადის აქ ცხოვრობენ ნაბახტევში, ბავშვები არიან. ქვემოთ ცხოვრობენ. როგორ მივიდეთ, იმიტომ რომ აქეთ გამოგვიშვეს და მანდეთ მანქანები ხო დგას ბევრი. ხო? მე მაგისი კიდრო ჩიხია შეხვალთ და ბოლო სახლი. მაღლა? კი, მაღლა ცხოვრობენ. მადლობა, გამარჯობა. გიგას ვეძებთ მჭედლიძეს. გვითხრეს რომ ლაზარესთან და გიორგისთან არისო და რავი, თუ გინდა ურეკავ და გამოხედავთ ის ქალბატონი. მაინც გამოვიდეს ჯობია ხო რა. მოკლედ გავაფრთხილებთ მაინც და გუჩვენია რომ დაგხვდნენ გარეთ. აბა, წავედით მოკლედ ბავშვებთან. მოვიდნენ ბავშვები უნდა ჩავეხოთ. მაინც ეს ვინ არის? გამარჯობა. გამარჯობა. მოდი ჩემთან. მოდი ჩემთან, ვაიმე. ვაიმე. როგორ ახარ? კარგად. რაო? შენ ძმა სად არის, მითხარი? სახში. რატო ჩამოვიდა? იდან არ. ერთად დავაკითხოთ? წაიქცევა. დამეხმარები? რაღაცების წაღებაში მომეხმარები? წამო. წამოდი. საყვარელია. ეს პატარა ხო გენადი? და ლაზარე პატარა. დიდი გენადი. ხო, გენადი. მარიამი, რამდენი წლის ხარ? 29. 29. ხო, მე 25-ის. ცოტათი პატარა ვარ, ცოტათი. ძალიან საყვარელი შვილები გყავს, აი ძალიან. და ძალიან ლამაზი ხარ, მინდოდა მე თქვა, იმიტომ რომ მე ერთი ვიდეო მაქვს ნანახი მარტო და რაღაცნაირად როგორ ხარ? რა, ქიმიის პროდუქტები დამახეთ. კი, ყველაფერი კარგად იქნება რა. ეს პატარა ჯერ ბაღშია, ხო? კი, ვაიმე, როგორი აქტიორია? და ის მეორე? ის სკოლაში, სახში. მეოთხე კლასში როგორც მითხრეს. პირველი. პირველი? მეოთხე კლასი მითხრეს. გამარჯობა. გამარჯობა, თორცანი. ეს ვინ არის? მოდი ჩემ. აბა. როგორ ახარ? კარგად. ეს შენ მოგიტანე. მადლობა რა თუ მოიცა, გაგიხსნი. მე მინდა იგრა. ეს არის მიკროფონი, ნახე. მოდი ახლა შენ მითხარი. პირველ კლასში ხარ, ხო? კი. კაი, შენ მითხარი, შენ ჯერ ბაღში ხარ, ხო? ხო. ბაღში ლექსებს გასწავლიან? კი. მითხარი, აბა ერთი ლექსი. მითხარი ერთი ლექსი. არი ჯავა ალმასალია. არ გასწავლიან? არა. რას გასწავლიან მაშინ? ალმასალია. შენ ხო იცი ლექსები? მე არა. არ იცი ლექსები? მე არა. ხო, თქვენ დედა ბრძანდებით? დედამთილი კი ვარ. ბატონო. შენიშნა რომ გაზაფხულზე აპრილის თვეში ეგ გამოუჩნდა რაღაცა კვანძივი, ჩვენ გონა რომ იყო გაციებული რაღაცა ვირუსი ქონდა და
მივიყვანეთ გაუკეთეს ინფექცია იმაში ონკოლოგიაში ყავდა და დაუდგინდა არახოშკინის ლიმფომა აგრესიული ფორმით მეოთხე სტადია. აქვს გართულებული, აქ გაუკეთეთ კვლევები, დაგვეხმარა ჯანდაცვა, ყველაფერი ხალხი, სოფელი, ყველა გვერდში დაგვიდგა. მერე გადავიყვანეთ თურქეთში, იქაც საარკე კვლევები გაუკეთეთ. და ეხლა უნდა ვიყიდოთ თურქეთში ქიმია, უნდა გადმოვიტანოთ აქ და საქართველოში უნდა გავუკეთოთ, რომ აღარ არის მისახსრები, რომ კიდე გადავიყვანოთ, კიდე გადმოვიყვანოთ. ეჭდება $7,000 ეს ქიმია. და მე 6 თვის მანძილზე უნდა დავაკვირდეთ როგორი შედეგი იქნება იმ ქიმიების მერე და მე უნდა გავუკეთოთ ძვლის ტვინის გადანერგვა. ერთი კითხვა მქონდა ახლა ტრასაზე რომ მოვიდიოდი ერთი მარკეტი არ შემხვედრია და ახლოს მარკეტი არ არის აი არა გვაქვს სოფელში აქ არ არის მარკეტი არა ერთი ბუდკა დგას და ქვედაუბანში კი არ და აქ არ არის ბავშვები რითი ერთობიან ხოლმე ანუ მართლა არაფერი არა გვაქვს აქ გასართობი არაფერი ახლა სოფელია პირიქით და ბაღში ვაყაში დამყავს ისე ვწალობ დღეს ცუდად ვიყავი და მაინც ჩავიყვანი ამოვიყვანი მთელი ნახევარი დღე პრინციპში გზაში ვატარებ არა რას ამბობთ ჩვენი ოჯახის ტკივილი გულთან მიიტანე და შეწუხდი და ჩვენ ოჯახში მოხვედით. მერთმა სიკეთე მოიხარეთ. აუ მე პირდაპირ გეტყვით ერთ რაღაცას რა ვონ მართლა. საერთოდ არაფერ შუაში არ არის ეს თქვენი ავადმყოფნა. შეიძლება ერთ დღეს ისე გამისკდეს გული, რომ ვერ გაიგო რა. ამიტომ მაგაზე არის ფიქრობ ბევრი. ფსიქოლოგიურია ხო ხტები? ანუ ბავშვები აშკარად ძალიან გაერთნენ. მე ზედმეტი ვარ აშკარად. ცოტა ხაში დაგტოვეთ. იმიტომ რომ კიდევ ერთი ოჯახია სადაც უნდა წავიდეთ რეალურად ბორჯომისკენ. მოკლედ კეთილი ადამიანები არსებობენ მე კიდევ ჩვენ ქვეყანაში ბევრმა იმ დღესაც მოსულები იყვნენ ველოსიპედები მოუტანეს 1000 რამე გაგიჟდნენ სულ გადაირიეს გაიხარდა მიხარია რომ ასეთი მაინც რომ აი ასეთ ცხოვრებაში რომ ხალხი იკლებს და ეხლა კი ფინანსურად არც საჭმის პრობლემა გვაქვს არც სითბოსი არც არავის მაგრამ აი ეს მოხდა და ბავშვებს ხო იცი ეს სათამაშოა თუ რაღაცა ყველაფერი უხარიათ და შენ მითხარი ახლა შენი საყვარელი საჭმელი რა არის ლობიო. ლობიო გიყვარს ბიჭო? კაი გემოვნება გქონია. შენ რა გიყვარს ყველაზე მეტად? რა მიყვარს კარტოფილი? შენ წვარი? კაია. რა გიყვარს? სპორტი, ხელოვნება, რამეზე დადიხარ მიხარი? სპორტი. რა სპორტი გიყვარს? სპორტი არის ფეხბურთი. ფეხბურთი. მე რა იცი თამაში? კი. მომიგებ? კი. აქ არის ყველაფერი ფოკუსების შესახებ. ანუ აქ უნდა ისწავლო ფოკუსები როგორ კეთდება. გინდა გაჩვენო? კი. შენს გინდა ფოკუსები? მოდი ერთად დაჯექით აქ. ეს როგორ არის? მეც არ ვიცი. აი გაგლიჯე ნახე ეს ეკენი და ფოკუსი იქნება. ნახე ხა შეიძლება ფოკუს გაგიკეთებს. მიდი გააკეთე. ხო გასწავლე, აი? შეყვარებული ყავს? ხო. ვინ არის შენ შეყვარებული? კატო და ისინი. ორი შეყვარებული ყავს? ხო. ლაზარე, ვინ გამოხვალ რო გაიზრდები მითხარი? რა გინდა რო გამოხვიდე ესე შენით მითხარი მე? ეს მიკროფონელი. მიკროფონელი გამოხვალ? ანუ რას ნიშნავს? რას აკეთებს მიკროფონელი? რას აკეთებს? ღერის რას აკეთებს? ღერეს? მომღერალი მიკროფონელი. იცი სიმღერა? ხო. მიმღერე რამე მედი. არ ვიცი, აბა. იცი ახლა აი გამჯერა რო არ იცი. მე თოპელი, ჯარისკაც. ჯარისკაც შენ გამოხვიდე? შენ ყავს შეყვარებული? არა, ყავს კაი. იმას ორი ყავს აბა. გაგემშვიდობებით რა. არა, რას ამბობთ? ბავშვებსაც ჩავეხუტები თუ შეიძლება. გაიხარეთ. გაიხარეთ. ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით. გაიხარეთ, მადლობა. ნახვამდის. რა მაინტერესებს აი ზოგადად რო ვიცოდე, ანუ აი დედამაც მითხრა და ბებიამაც რეალურად რომ მაღაზია შორს გვაქვსო, სკოლა აქ არ არისო, აი როგორ დაკავთ ბავშვები სკოლაში, თან სხვა სოფელში. მარშრუტკით იმას, მარშრუტკით დაყვარ, სალი არის, ზე აქეთა თებისკენ არის და ანუ რამდენ ხანში მიდის ხოლმე მარშრუტკით? როდის დგებიან ბავშვები? 2:30-ზე მიდის და ღამის 6 საათზე მოდის დაახლოებით. მადლობას გიხდეთ და რა ვიცი რა. თქვენც ასევე აბა ღმერთმა ხელი. კი, კაი ბავშვები ყავთ და სულ წარმატებული და კაი შვილები გაგეზარდოთ ღმერთმა. გაიხარეთ. ნახვამდის. მოვედით მეორე ლოკაციაზე. და დაგვიღამდა ძალიან იდეაში, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. ცოტა გაგვიჭირდა მოგნება, აქაც მიუხედავად იმისა, რომ ნომერი გქონდა ხალხის. იმიტომ რომ ცოტა გადაღმა არის გზიდან და რუკაზეც ძლივს მოიძებნა ეს ადგილი. წავიდეთ და ვნახოთ
პატარა მარიამი. ეს პირველი საჩუქარი ავერსისგან რაც მაქვს ხელში და ახლა გამოვიტანთ სხვა დანარჩენსაც. გამარჯობა. დიდი ძაღლი ხო არ ყავთ? წავიდეთ აბა ვნახოთ პატარა მარიამი. სად არის მარიამი? ცოტა კი დავაგვიანეთ, ვერ მოვედით დროულად, მაგრამ პატარა მარიამს ტკბილად ეძინა და გადავწყვიტე აღარ გამეღვეძებინა. მარიამ, აი მეცინავს. სკოლაში რო დაკლოთ ალბათ მაგიტო ეძინება რა, დრო არის რა. იღლება. შორია სკოლა? კი, ბოჯომში დამყვა. ბოჯომში დაკლავთ. მე რამდენი კლასია? პირველში. პირველში პატარა ხო. და შეიძლება მაგიტომაც ჯერ ახლა უჭერს და წინას. ეგ არა, მეც მიყვარს ძილი, ამიტომ მარიამს ვერ მასვე მამაში ვერ გავამტყუნებ. თქვენ მითხარით ახლა აქ კიდე რა საჭიროება გაქვთ რო ვიცოდე რომ აიჭერი მაგალითად აშკარად წყალი ჩამოდის როგორ ვხედავ ხო? კი, წყალი ჩამოდის. სკოლა შორს არის? კი, ძალიან სოსა. 9 საათი მაინც უნდა ჩასულას. ფეხით თუ ტრანსპორტით? თბილისში ჩამოილი მიყვები მოყვები. ხო, მესმის ეს ამბავი. და თვითონ ბავშვზე მითხარით დაკლავთ სადმე ცეკვაზე თუ იმაზე კი, არა, ცეკვაზე ჯერ არ მიმიყვანე. ჯერ არა, პატარა. მაგრამ არის რა ინტერესები აქვს? ხა თვითონ ველაპარაკები ძინავს. დღესაც შევეკითხე და ცეკვაზე მინდაო და უმივიყვანო. კი, მოეწონება თუ აქტიურია და უყვარს, ძალიან კარგია. თქვენ მითხარით ახლა მაინტერესებს რეალურად კიდე რა გჭირდებათ რა ვიცოდე შემდეგისთვის რა. ყველაფერი წიდება ოჯახსა. ხო, ეს უგალოდესია. ყველაფერი გჭირდება, მაგრამ რა არის რაღაც ისეთი რაც აი აუცილებლად რა ახლა. აი ბავშვის ნითები მაინც ველოსიპედი და ისინი უნდა. ხო. და იგივე ვერ უყიდე. ხო, ველოსიპედი. რა უცნება აქვს ხო არც ახლა არ მინდა რომ გავაღვიძო და თქვენ ცოდეთ. როგორ მეუღება და ცოტაო დიდი კომპიუტერი მინდაო ხო ვითამაშო სახში ხო? ტელეფონი აქვს? არა, ტელეფონი დამტარავ ტელეფონი. საჭმელებიდან რა უყვარს ყველაზე მეტად? ყველაფერს ჭა. უპრობლემოდ. კი. რამე საყვარელი საჭმელი ხო არ აქვს? მაწვის სუფიო ასე მეუღება. მაწვის სუფი ხო ვიდეოშიც ეს მქონდა მოსმენილი მაწვის სუფი. აი ძალათი ვაწე ხომე სოსისა ხო შეუწვა ხომ? რას? აჰა, კი ბატონო ხო. შეუწვა ხომ და ძალათი ვაწე. კი არ შეგეშინე თავგები დადია. მეზობლები ყავთ ხა რაც გამოვიართ ერთი სახლი იყო მარტო. კი. აფთიაქი ახლოს არ არის არაფერი? არა. ბორჯომი შორია აქედან. თან ტრანსპორტის გარეშე. კი, ბავშვი არის 7 წლის ხო? არის 6-ის არის ჯერ. როდის აქ დაბადების დღე? ოქტომბერში 28-ში. 22 ოქტომბერი? ჰა. ნახოთ აბა მარიამის TikTok-ი. ცეკვავს ხო? ესეც აქტიური ბავშვი, უბრალოდ ახლა ძინავს აშკარად. ფაქტია რომ ცოტა მარიამის რეჟიმს ვერ მოვერგეთ და გვიან დავადექით ადამიანს. აქტიური ბავშვია. ასეთი გავზადე ხო დავასწორე მამამისა. კი, კაია, ნუ აქტიური ბავშვი თუა, ცეკვაზე შეიყვანეთ რამენაირად დაეხმარება ეს უფრო, იმიტომ რომ აქტიურობა, ფიზიკური აქტიურობა ტვინზეც მოქმედებს რეალურად და ხარტი იქნება. კი. კაი კლასი ყავს? კი, კაი კლასი გამარე, ერთი ბავშვი მამბრაზეო და მე მეშლებაო და 1-2 ყველგან არის. 1-2 ყველგან არის მაიმუნი. იცით რა ვქნათ? მე თქვენი ნომერი ხო მაქვს და კიდე დაგირეკავთ ხოლმე შეძლებს და გვარა თან თუ ბორჯომში ხშირად დადიხართ, ჩემთვის უფრო მარტივი იქნება იქ რომ გამოგიგზავნოთ რაღაცები, რომ თუ მექნება საშუალება რა. ეხლა ძალიან არ მინდა რომ ბავშვი შევაწუხო ზედმეტად და ცოტა ხანში დაგტოვებთ თუ არ იქნება პრობლემა. ეს ის მომენტია, როცა სიჩუმე ყვირის სიტყვების ნაცვლად. ჩვენს გვერდით სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში ადამიანები დღეს აი ამ პირობებში ცხოვრობენ. ესეც საქართველოა და ესეც ჩვენი ქვეყნის სახეა, სადაც ქართველი ცხოვრობს. ან უпростоრად იბრძვის, რომ იცხოვროს. დაგირეკავთ კიდე აუცილებლად და მოკლედ შევხმიანდებით. მე თუ პირადად ვერ ჩამოვედი, გამოგიგზავნით მაინც და პოსტა ხო არის ბორჯომში და იქიდან აიღებთ რა, პრობლემა არ იქნება. მადლობა დიდი. აი ახლა გამოვედით და სიმართლე გითხრათ, ანუ ძალიან დავიბენი, იმიტომ რომ ჩემი თვალით როცა ვხედავ ასეთ რაღაცას, ძალიან მიჭირს ყველაფერი, ანუ მინიმუმ რამის თქმა, კომუნიკაცია, ადამიანის დამშვიდებაც მიჭირს, იმიტომ რომ ძალიან რთულია რაღაცა პოზიტივი დაინახო ისეთ ადგილას, სადაც შეუძლებელია პოზიტივის დანახვა რეალურად და რთული სიტუაციაა ძალიან და უბრალოდ ერთი ის მინდა ვახსენო რა, რომ ხანდახან ისეთ უაზრობებზე წუწუნებთ ხოლმე ყოველდღიურობაში, რეალურად მგონი უბრალოდ თვალები უნდა გავახილოთ და
ხანდახან დავინახოთ რეალურად რა არის პრობლემა და რა არ არის პრობლემა. ამ შემთხვევაში მე პირადად ძალიან გამიხარდება თუ კომპანიებო შემეხმიანებით მართლა და გულწრფელად მექნება საშუალება რომ ამ ოჯახს კიდევ დავეხმარო, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი სჭირდებათ, არ ვიცი, კარიდან დაწყებული, სახურავით დამთავრებული. ძალიან გამიხარდება თუ ხელშემეწყობთ უბრალოდ მათ დახმარებაში და შევეცდები ყველა დეტალი გაგიზიაროთ პირადად და იქნებ თქვენით მაინც შეძლოთ ამ ინიციატივის გამოჩენა და მათი დახმარება, იმიტომ რომ ასე არ შეიძლება. ამ ვიდეოს ბოლოს არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო იმ კომპანიებს, რომლებიც პირველ რიგში დამეხმარნენ, ესენი არიან Tentoisi, ძალიან გავხარდათ ბავშვებს საჩუქრები, ასევე Aversi, Travelista, Subway, Dunkin Donuts, Nova და მინდა მოუწოდო სხვა კომპანიებს, რომ თუ გსურთ მიიღოთ მსგავს ინიციატივაში მონაწილეობა და შეიტანოთ თქვენი წვლილი, აუცილებლად დაგვეკავშირდეთ მეილზე, აქ იქნება სადღაც მეილი და ძალიან მინდა რომ გავახაროთ ერთად ყველა ის ადამიანი, რომელსაც ასე ძალიან უჭირს და მცირედი დახმარებაც ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი მხრიდან. ეს იყო ჩემი მოგზაურობა ხაშურსა და ბორჯომში. ნახვამდის.